ბედნიერების წუთები გვაქვს, ნამდვილად ისევ ათენში ვიმყოფებით, ახავართ ისტორიულ პლაკას მოედანზე და კონკრეტულად კი აგორას მიმდებარე. ძველი აგორას მიმდებარე და აქვე არის ძალიან კუწკუწა, ძალიან ლამაზი კაფე და იქ დავჯექით. აი ჩვენს წინ პირდაპირ არის ათალოსის სტორ, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის არის, მას თავზე გადმოჰყურებს აკროპოლისის მშვენიერი ციხე-ქალაქი. ეს არის ტარამოსავათი, როგორც მე ვიცი და არის ბრენდირებული თევზი, ნაღებთან და ეს არის ჩემი ძირითადი კერძი, რომელსაც ქვია მუსაკა. ხო არ დავაგემოვნო ტარამოსავათთან ერთად, რასი? ცალკე? აი. ძალიან გემრიელად გამოიყურება და ძალიან გემრიელად გადამიღე. Açadık. Ay, სწორედ ის მომენტია, როდესაც მე ხშირად ვიძახი, შეჩერდი, წამო შენ გემრიელი ხარ. ზემ ვიცით მეორე ვიდეოს მეორე განყოფილებას გემრიელ და ასევე გემრიელ განყოფილებას. ეს გადაწყვეტეთ ძალიან სოფლური, ანუ პროვინციული, ანუ და ლეხური საჭიროები მივიღეთ. რახან დავითი ვეგეტარიანელია, მისთვის შეუკვეთე ლობიო გიგანტები, ან გიგანტური ლობიოები გემრიელად ესეთ მომზადებენ. ნუ ეს სალათი ხორეატი კი იცით. ყველა მაღაზიაში, ყველა რესტორანში ძალიან მაგრად მომზადებენ და თქვი თავიდან რომ ჩამოვედი, რომ ისე არ წავა, რომ გიროში არ დავნაყრდე მეთქი და აი ესაა ბერძნული გირო. ჩვენ რო შაურმას ვეძახით. ოღონდ ძაზიკით მომზადებული და კიდე მიღებ. აი ახლა მარიამმა დააგემოვნა ეს გემრიელი. დააგემოვნა კი არა. ჩაიწყავნა, იღი. ასთან ერთად როგორია მარ? ყველაფერს უხდება. არის ცხოვრება? ესა ხალი კუჭის მონად რო დაიბადები. არა ცხოვრება იყო. სასმელზეც ისტორიას ხო? ნუ თეთრ შალეფინო გვაქვს შეკვეთილი. მცირე რაოდენობით, იმიტომ ჩვენ რო გვინდა იმდენი რო აქ დავლიოთ, ამათ გავაგიჟებთ და ძალიან ისეთნაირად ათენურად ვიქცევით ამჯერად. აი მეც მეგობრებო მეც ახავარ, მეც მაგავს გემრიელის საჭირო. სმაჭამა დიდად შესარგი. სმაჭამა დიდად შესარგი. აგიმარჯოთ. რა მამაზია. კაი ჩასუქებულიცაა, ტაფაც მოუხდებოდა.